მოგესალმებით, ვიწყებთ კროსტასტას მომზადებას ნადუღით, მშრალი ნადუღით ჩვენებურად რიკოტა არის აქ. ეს არის იტალიური რეცეპტი, მოდის ქალაქ მოდენადან, ემილიორია რო ვთქვათ. ძალიან მარტივი, გემრიელი, ვისაც მარილიანი ტორტები მოგწონთ. ესე იგი არის 150 გრამი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი ზეთი, ძალიან ცოტა მწიკვი მარილი. ვამატებთ წყალს და ნელა-ნელა შევზილავთ მაგარ ცომს. ეს იქნება ბაზა. კროსტატის ბაზა. Portata qui ai manipoli. მომზადა, ეს არის ჩემი ბებო 92 წლის, რომელიც დღემდე თავისი ხელით ამზადებს ყველაფერს. ესე იგი, მომზადა ცომი, ხედავთ, ხა არც ძალიან მაგარია და არც ძალიან რბილი უნდა იყოს, საშუალო დონეზე. Senti la consistenza della pasta, così ti sai regolare. Ok. Senti. ესეთია. Allora, aspetta. და ეხლა უნდა დაისვენოს ცომა. ეს ცომი უნდა გავაბრტყელოთ მე საცხობ ქაღალდზე და დავაცხობთ აი ამ 26 სანტიმეტრიან დიამეტრის საცხობ ფორმაში. გაიშლება, გაჩვენებთ, რა თქმა უნდა. აი ესე დამუშავეთ ხელით ცომი კარგად, რომ გახდეს ელასტიური. აქ პასტა ფროლას ეძახიან ამას. დამუშავდება კარგად და ეხლა ამ ქაღალდზე გაიყვანს. ესე იგი, ცომის დასვენების დროს ვამზადებთ სარტს, გულსარტს, ეს არის ნადუღი, 300 გრამი. აი, ჩვენებურ ენაზე კალბას რო ვეძახით, ძეხვი უბრალოდ. ბოდიშით ძეხვი 150 გრამი, აი ესე უნდა დაიჭრას კუბიკებად, ძალიან ძველი კუბიკებად. ძეხვი და 3 კვერცხის გული. ჭირდება შიგ სარტს. ესე იგი დაიჭრა ძეხვი და ნადუღი 300 მილიგრამი, 150 მილიგრამი ძეხვი და ეს არის ყველი. ნახეთ ეს როგორ ყველია. აქ ქვია იმენტალ ფრანგული ერთი სიტყვით. ფრანგული ყველი უნდა იყოს 170 გრამი. დაიჭრება როგორც ძეხვი, ისე კუბიკებად და შეერევა შიგნით. შეურიეთ, ესე იგი ძეხვი, ნადუღი და ყველი. სულ ცოტა გადავაფიფქეთ ჯაოზი. სულ ცოტა. ეხა 3 კვერცხის გული შეერევა კიდე. შევაზევთ კარგად. აი, ესე კარგად შევაზივეთ 3 კვერცხის გულიც. ეხა საცხობი წავუსმევთ კარაქს. მომამზადებთ ალასაცხობად. კარაქი უნდა წავუსვათ კარგად, აი ყოველი კუთხე proprio negli angoli perché კუთხეებში ყველგან კარგად, თორემ ვერ აიყვანთ. კარგად უნდა იყოს გამასული რა ერთი სიტყვით. ისე გაბრტყელდა ცომი, ავიღეთ ჯოხით და მოთავსდება. ესე იგი გვერდები უნდა იყოს ამოყვანილი. მიიღო საცხობის ფორმა და უნდა დაიჩხვრეტოს. ამოვიყვანეთ 3 კვერცხის ცილა, გული უკვე აქ არის მოთავსებული და ეხლა ნელა-ნელა უნდა შეურიოთ. ქვემოდან ზემოთ, ესე კარგად უნდა შეერიოს. გულსარტს.
აი, ისე მოვათავსეთ გულსართი. გადავასწოროთ კარგად. არ უნდა დააჭიროთ, უბრალოდ გადაასწოროთ აერონად. გადანაცვლილი ცომით აი ესე თავზე, როგორც გინდათ არა, გინდათ კი გადაადებთ. ეხლა კუთხეები, აი ესე შემოყვებით, რომ უნდა გადმოაფინოთ. შიგნით, თქმა უნდა. აი ეს სილამაზისთვის თან რო არ გაიბეროს, დაუხვიდეთ ჩანკლით გადმოფენილი ცომის მასა, ირგვლივ და წინასწარ გახურებულ ღუმელში შევდებთ დაახლოებით 30-დან 40 წუთი 180 გრადუსზე.